ადამიანების უდიდესმა ნაწილმა თავს პლანეტაზე არ იცის ალერგიის არსებობის შესახებ. Თქვენი წიგნის სათაური ემთხვევა ჩემ ცხოვრებას, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ ალერგიასთან ერთად. ალერგიის საბოლოო დამარცხება შეუძლებელია. თუმცა ძალიან რთულია ალერგიასთან ერთად ცხოვრება. აი როგორც კი ადამიანი რაღაცას იწყებს ფასტფუდების ჭამას და უნებრიობას დაშორდა, ყველაფერს ნატურალურს დაშორდა, წითელია ლოყა, წითელია თვალი ხშირად და ეხლა სიწითლე ალერგიასთან ასოცირდება. ყველაზე დიდი იმუნიტეტი ჩვენ გვაქვს მეთქი ამას ვიძახი. ბევრი კარგი შესაძლებლობა არსებობს, რომ ალერგია არ იყოს შემაწუხებელი. ნუ წონასწორობაში უნდა იყოს ეს. რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული ალერგია? მაგალითად, კარგად გამოძინებულ ადამიანს კარგი იმუნიტეტი აქვს და ალერგია ნაკლებად აწუხებს. ხართ ალერგიული? ბაქტერიების დისბალანსის დაავადება. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. სანამ დავიწყებთ და გადავალთ ჩვენ თავარ თემაზე, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. თემა იქნება ალერგია, კანი და იმუნიტეტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ყველასთვის ნაცნობი ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგი, იმუნოლოგი და ძალიან საინტერესო წიგნის ავტორი, როგორ ვიცხოვროთ ალერგიასთან ერთად. ხო მართალია? მართალია. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა პირიქით თქვენ. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს მე და ნატალიას, ესეთი პირადი კითხვები, არ ვიცი საიდან დავიწყო. თქვენი წიგნის სათაური ემთხვევა ჩემ ცხოვრებას, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ ალერგიასთან ერთად, იმიტომ რომ ზურა ცხოვრობს ალერგიით და ეს ვიცი რა მხელა პრობლემაა და დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენს მაყურებელსაც იგივე პრობლემა აწუხებს. და აი პირველი კითხვა მექნება მე პირადი ესეთი თუ არსებობს რამე ისეთი რომ სამუდამოდ დაამარცხოს ადამიანმა ალერგია და დაისვენოს ალერგიისგან. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან ერთად გაზიარება ამ ინფორმაციის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. ეხლა რა თქმა უნდა ალერგიის საბოლოო დამარცხება შეუძლებელია, ამიტომაც არის წიგნის სახელი ცხოვრება ალერგიასთან ერთად. ხო, ანუ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ მასთან. თუმცა ეხლა ამის სრული ესეთი რაღაც უნიფიცირებაც და განზოგადებაც ალბათ არ გამოვა. არსებობს სიტუაციები, როდესაც ალერგია ბუნებრივად რემისიაში გადადის. ეხლა ალერგიას ბევრი ფორმა აქვს, ბევრი წახნაგი აქვს, კანის ალერგიული ფორმიდან დაწყებული, სასუნთქი სისტემით გაგრძელებული. რა თქმა უნდა, ხშირად ჩვენს დარგში და ალერგოლოგიაში არის ესეთი ცნება, როდესაც გარკვეულწილად ხანგრძლივი ალერგენის ზემოქმედებით, იგივე სეზონური ალერგიის დროს, რომელიც ბავშვობიდან დაიწყება ადამიანს, შეიძლება ყოველწლიურად მასთან კონტაქტმა ამ ალერგენების რაღაც წლების განმავლობაში 30-40 წლის შემდგომ ბუნებრივი იმუნიზაცია გამოიწვიოს. ანუ ისე მოხდეს უკვე მერე წონასწორობა, ეგრეთ წოდებული მაბლოკირებელი ანტისხეულების ჩამოყალიბება, რომ რაც აწუხებდა ბავშვობიდან 50 წლის მერე ეკარგება და აღარ აწუხებს ადამიანს. მაგრამ ეს ყველა დაავადებას არ ეხება. თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, ამის ფორსირების შესაძლებლობა. ჩვენ ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულ ალერგენს სპეციფიკურ იმუნოთერაპიას ალერგენების მიმართ, მცენარების მიმართ, მტვერის მიმართ, ძაღლისა და კატის მიმართ. ეს არის აცრა ალერგიასთან, რომ 30 წელი არ ელოდოს ჩვენმა პაციენტმა და ეს 3 წლიანი სქემებია. პირველსავე წელს უკვე კლინიკური ეფექტია, ნაკლები წამალი სჭირდებათ, ნაკლები სიმპტომია შემაწუხებელი. ამას 6 წლის ასაკიდან ვიწყებთ. ამიტომ აი ამ საკითხს თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ცხოვრებას ჩვენ ვასწავლით ალერგიასთან ერთად ადამიანებს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ასეთ რაღაც საბოლოო გამოსავალსაც კი ვთავაზობთ ხოლმე, რომ დიდი ხანი არ გავახსენდეთ არც ჩვენ და ჩვენ ვარ გავახსენდებით, ეს ნიშნავს, რომ ალერგია არ ახსოვს მას, ხო? ამიტომ იმედიანად უნდა ვიყოთ განწყობილი, ხო? ჩვენი დარგი, როგორც ყველა სხვა დარგი, მედიცინის და არა მარტო ჩვენ გარშემო ყველაფერი განვითარებას განიცდის, პროგრესს განიცდის, ეს ძალიან აჩქარებულია თან ეს პროცესები. ამიტომ რაღაცა ბევრი კარგი შესაძლებლობა არსებობს, რომ ალერგია არ იყოს შემაწუხებელი და ცხოვრების ხარისხს ისე არ აფუჭებდეს და არ ანგრევდეს მარტივად რო ვთქვა, რომ ამის გამო ვთქვათ რაღაცა ძირითად ყურადღებას მოვაკლოთ, იგივე ბავშვების სპორტს ჩამოვაშოროთ. ხშირად არის ეს, რომ ასთმური მოვლენა აქვს მოვლენ ჩემთან და ძალიან უჭირს ვთქვათ სიარული სპორტზე მეტყვი, ამიტომ დატვირთვა ერთ-ერთი ბრონქოკონსტრიქტორი, ანუ ბრონქიალური ხის სპაზმის გამომწვევია და მე ვეუბნები, რომ მე იმიტომ უნდა გიმკურნალოთ და ვცდილობთ ჩვენ და ჩვენი გუნდი და ჩემი დარგი, რომ თქვენ ამ კურნალობით და ამ წამლით არაფერზე უარი არ უნდა თქვათ. თქვენ უნდა იყოთ აქტიურ სპორტში ჩართული, თქვენ უნდა იყოთ აი დევიდ ბექემი და ბევრს ასთმის დიაგნოზი აქვს, მაგრამ
მათ ვარსკვლავობას ამით არაფერი არ დააკლდა და მაიკლ ფელპსმა, არ ვიცი, მე მგონი რაც კი მედალი არსებობს ოლიმპიური, ყველაფერი აქვს, მაგრამ მასაც ასთმის დიაგნოზი აქვს. ამიტომ არ არსებობს რაიმე წინაღობა, ბარიერი, რომელიც გადალახული არ იქნება. ოღონდ მთავარია რომ ამას უნდა თანმიმდევრული მიდგომა და შეფასება სწორი და მე ადეკვატური, ასე ვთქვათ, ღონისძიებების დასახვა, რა თქმა უნდა. აი მე თავიდან ვახსენე ზურას ალერგია და შეძენილი ასთმა. თუმცა, ხო, სწორი მკურნალობით ის აგრძელებს ვარჯიშს, აქტიურად ცხოვრობს და რა თქმა უნდა ეს რაღაც კუთხით შეიძლება იყო რაღაც პერიოდი ხელის შემშლელი მის ცხოვრებაში, თუმცა რა თქმა უნდა ეს ამის დარეგულირება შეძლო მან. თუმცა ძალიან რთულია ალერგიასთან ერთად ცხოვრება და მაინტერესებს აი რამდენად მნიშვნელოვანია იმუნური სისტემა და იმუნიტეტი ზოგადად რომ აი ეს რაღაც ალერგიული ფონი მერე თქვა ცხოვრებაში რაც შევიმსუბუქოთ. საერთოდ რო შევხედოთ ჩვენი დარგობრივი განსაზღვრებაც კი ისი ექიმები ვართ ჩვენ გვქვია როგორც თქვენ წარდგინებისას ახსენეთ ალერგოლოგ იმუნოლოგები და ხშირად გარკვეულ რაცა კონფუზიას და დაბნეულობას იწვევს ეს არა სამედიცინო დარგის სპეციალისტებში რომ რა კავშირშია მათ შორის რომ რატო არის ალერგოლოგი და იმუნოლოგი ერთად. ალერგია ითვლება რომ არის იმუნური სისტემის ავადმყოფობა. აი ეს არის მთავარი ამბავი, იმიტომ რომ იმუნური სისტემა არის სწორედ ის ორგანოთა სისტემა, რომლის ავადობასაც უკავშირდება არა მარტო ალერგიულობა, დაავადებათა შეიძლება მარტივად ითქვას, აი არ ვიცი 90%-ზე მეტი რაც კი ადამიანს აწუხებს, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი. ხშირად არის მე ბევრჯერ მithქვამს და თქვენს პოდკასტშიც გამოვიყენებ ამას, იმიტომ რომ ეს რეალური ცხოვრებიდან მოდის, რომ ხშირად უთქვამთ ჩემთვის პაციენტებს და მათ მშობლებს განსაკუთრებით, რომ ამდენ საუბრობთ იმუნიტეტზე, მაგრამ აი რაღაცა ყველაფერი ვიცით, სად რა არისო, ღვიძლი ვიცი მარჯვნივ, ველენთა ვიცი მარცხნივ, ტვინი ვიცი თავშია. სად არის ეს იმუნური სისტემა? დამადებინეთ ხელიო, ხო? აი თითქოს არსებობს და თითქოს არ ვიცით სად არის. ამიტომ რა თქმა უნდა, მინდა რომ ესეც ვთქვათ, რომ რა არის იმუნური სისტემა და სად არის ეს, რა სისტემაა ეს ზოგადად, რატო ვლაპარაკობთ იმუნურ სისტემაზე? გვაინტერესებს. ხო, მნიშვნელოვანია. ადამიანი ზოგადად ესეა მოწყობილი, რომ იმუნური სისტემა მთელს ორგანიზმშია მოკეთ განფენილი. მარტივად რო ვთქვათ, ყველა როგორც მნიშვნელოვან დაწესებულებას რაღაც დაცვა ყავს და ეს მნიშვნელოვანია რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, აი ყველა ორგანოს რაღაც იმუნური ჯარისკაცები აქვს. ეს არის ღვიძლში, რაღაცა მაკროფაგები, ფილტრში, მაგრამ არის იმუნური სისტემა და ორგანოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მთელი ჩვენს დაცვას უზრუნველყოფენ. ეს არის განსაკუთრებით ძვლის ტვინი, ეს არის ელენთა, ეს არის აი მკერდ უკანა ჯირკვალი, აი თიმუსის სახელით იცნობს იმუნური სისტემა და მედიცინა. აი სწორედ ამ და ასევე ამის ნაწილი არის, ესეც მნიშვნელოვანია, ძალიან უნდა ვთქვათ, რომ ეს რაღაცა დაბამსხვრიოთ გვინდა და ეს ეხა არის ეს ტენდენცია, მაგრამ აი ეგრეთ წოდებული ტონზილები, ანუ ნუშურა ჯირკვლები, რატომღაც იყო საბჭოთა დროიდან, თუ არ ვიცი, ბოლო 70-60 წლის განმავლობაში მიჩნეული, რომ ეს პათოლოგიური და ცუდი ორგანოა. და თუ ჩემს შვილს მარტო ყელი უწითლდება და ეს ყელის ჩაწითლება რამოდენიმეჯერ არის წელიწადში, მოდი რა მოვაშოროთ ეს და დავისვენოთ ამ ყელისგან და ამ დროს ეს გლანდებსაც ეძახიან ასევე, ხო? ეს გლანდები ანუ იმუნური სისტემის ორგანოა. იქ ყალიბდება იმუნური სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოები. ამიტომ თუ არ არსებობს ზუსტი ინდიკაცია, ანუ ჩვენება და ნამდვილი ჩირქოვანი ანგინა არ აქვს ბავშვს 5 და მეტი წელიწადში, რის გამოც ანტიბიოტიკი სჭირდება. ყელის ჩაწითლება არ უნდა იყოს ამ მნიშვნელოვანი იმუნური ორგანოს მოცილების. აი სწორედ ამ ყველაფერს ერთად შეადგენს ეს იმუნური სისტემა და არ დაგვავიწყდეს. აი ჯირკვლები გამიდით და აი ეს ჩვენი ჯირკვლები არის იმუნური სისტემის მთავარი ორგანოები, რითაც ისინი მძივებივით არის მთელს ორგანიზმში აგებული და აი აქ ლიმფა მოძრაობს, რომელსაც ეს იმუნური ნაკადები, ანუ დესანტის გადასხმას აკეთებს იქ, სადაც უჭირს ორგანიზმს. ამიტომ მაგალითად მე თუ კბილი მაგათ სახის არის რო შევეხოთ, ხო, კისერი ყველაზე ახლოს არის, კისრის ჯირკვლები აღელვებთ ხოლმე განსაკუთრებით პატარების მშობლებს. მე თუ ყელის ინფექცია მაქვს ვირუსული, ან კარიესული კბილი მაქვს, აღარ ვამბობ ჩირქოვანი ინფექცია. რა თქმა უნდა, ეს ლიმფური კვანძი იმ წუთში გადიდდება. ანუ ძალიან სწრაფად, ყისიერად, რატო? რომ ეს ინფექციური პროცესი სხვაგან არ გავრცელდეს. ამან აიღო თავის თავზე, როგორც ხაფანგმა. ამიტომ იმუნური სისტემა და მისი ავადობა ეს ამ მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ალერგიას აქვს ერთი თავისებურება, ესეც უნდა ვთქვა, რომ ალერგია არის პასუხი რაღაც ისეთზე, რასაც ჯამრთელი არაალერგიისადმი მიდრეკილი თუ არ არის ადამიანი, იმუნური სისტემა არ იმჩნევს, ანუ იგნორირებას უკეთებს.
აი მაგალითად თუ მე არ საინტერესო. ხო მე თუ არ მაქვს ალერგიული განწყობა, აი რაღაცა გენეტიკური განწყობა მარტივად რო ვთქვა, რომელიც შეიძლება ჩემში წარმოიქმნას და დედისგან და მამისგან არ წამომყვეს, ჩვენ ამას დენოვო მუტაციას ვეძახით. ანუ გენეტიკაში კი არ მქონდა და რაღაც ხე კი არ უნდა შევაგდგინო იმის ვინ იყო ჩემს წინაპრებში. შეიძლება მე გავხდე პირველი როგორც ალერგიის მოცემულობა და ჩემი შთამომავლობამ გააგრძელოს. აი ესეთი განწყობა თუ მაქვს გენეტიკური, უკვე ჩემი იმუნური სისტემა, როგორც მტერს უყურებს, აი მაგალითად ეხა აქ ძალიან ბევრი ამ და ყველგან არის ოთახის მტვერი და მასში შემავალი ტკიპები. ვიღაცისთვის ეს არის ობისოკო, ვიღაცისთვის რძია, ვიღაცისთვის მიწისთხილია, ვიღაცისთვის სეზამია, ვიღაცისთვის ზღვის პროდუქტებია. ანუ ალერგია არის იმუნური სისტემის ჰიპერგრძნობელობა. ანუ ასუხობს ამათ ისე რასაკვირველია, რასაც ჯანმრთელი ადამიანი არ იმჩნევს. ანუ ჩვენ ვინც არა ვართ ალერგიულები, ეხა ძირითადი ნაწილი საბედნიერო ჯერ კიდე კაცობრიობის, ეხა ეს ერთი თავისებურება აქვს, ამას ესეც საინტერესო უნდა ვთქვა, რომ აი სოფლიოში თუ შევხედავთ ჩვენ ალერგიის გავრცელებას, ასეთი პარადოქსი ფიქსირდება. რაც უფრო მაღალ განვითარებულია ქვეყანა, მეტი ალერგია, რაც უფრო დაბალ განვითარებულია, ანუ განვითარებადია ქვეყანა, იქ ნაკლები ალერგია. იმუნური აი ესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხა იმუნიტეტთან მივდივართ. ესე იგი ჩვენ გვაქვს იმუნური სისტემის ორი სასწორი სპინა. აი როგორც რაღაცას აბალანსებს ხო სასწორი სპინა, იქეთ და აქეთ მხარე. ეს იმუნური სასწორი სპინა ესია. ერთი მხარე არის ინფექციური დაცვა და მეორე მხარე არის ალერგიული დაცვა. ჩვენ ჭირდება ადამიანს, ჯანმრთელ ადამიანს იმუნოტოლერანტობას ვეძახით. ანუ წონასწორობაში უნდა იყოს ეს. არ უნდა იხრებოდეს ძალიან. ბალანსი უნდა იყოს. აი ამ ბალანსს ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი კუჭ-ნაწლავის მიკრობიომი. ანუ რა ხდება ჩვენს ნაწლავებში. აი ესენი არიან ამ სიმძიმის ცენტრის გამსაზღვრელები. აი როგორც კი ადამიანი რაღაცას იწყებს ფასტფუდების ჭამას და მოკეთ დღე-დაღამის დამატკბობლების და გაზიანების დალევას და ბავშვების სამწუხაროდ ამას და არც დიდები აკლებენ, აი ეს ფუჭდება მიკრობიომი და იწყება მე უკვე ყველაფერი, ალერგიაც, აუტოიმუნურობაც, ონკოლოგიაც და ყველაფერი. ანუ იმუნური სისტემის მდგრადობა მოდის ნაწლავიდან, ამაზე უნდა შევთანხმდეთ მოკეთ. ამიტომაც არსებობს დღეს ესე ეძახიან მას gut brain axis, ანუ ტვინი ნაწლავის აქსისი. არსებობს ასევე ნაწლავი ფილტვის აქსისი. ანუ შენ თუ ჯანმრთელი გინდა რომ იყო და არიაბადო ხშირად, ბრონქიტებიც კი არ დაგემართოს, კუჭ-ნაწლავს უნდა გაუფრთხილდე. აი, ხშირად ხო პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ იმუნური სისტემის მამოძრავებელი წონასწორობა არის ნაწლავებში. მოკეთ ერთი სიტყვით, ადამიანი არის ესეთი, მაგრამ თანამედროვე ადამიანმა ინფექციური დაცვის სასწორი სპინა ამსუბუქა. იმიტომ რომ აქ არსებული ბუნებრივი ბაქტერიები რომლებიც ასევე კანზეც ბევრი ცხოვრობს. ხო. ჩვენ დავიწყეთ, აი ესე არის მოკეთ მიღებული ბოლო 50-60 წელში ადამიანებმა 350,000 რაღაც ქიმიური ნივთიერების შემცველი პროდუქტების გამოყენება დავიწყეთ. ტანსაცმლისგან დაწყებული ყოველგვარი მოვლის საშუალებებით. აი კბილის პასტითაც კი გაგზელებული. ამ 350,000 ნივთიერებიდან, ინგრედიენტიდან 120,000 რასაკეთებს დღესაც არავინ არ იცის. აი პლასმასში არსებული წყალიც, ხო, მიკროპლასმასში რო გადადის მერე და ფტალატები და ჰორმონებზე და ყველაფერზე მოქმედებს. მოკეთ, აი ამ ნივთიერებების ზეგავლენით ჩვენი ეს სასწორი სპინა ამსუბუქდა და გადაიხარა აქეთ ალერგია, აუტოიმუნურობა და ონკოლოგია. ამიტომაც, როცა ლაპარაკობენ, რამ გამოიწვია ამდენი ონკოლოგია, რამ გამოიწვია ამდენი ნეიროფსიქოლოგიური თუ აუტისტური სპექტრის დაავადებები, ეს არ არის მარტო გასაღები, რომ პარაცეტამოლი და ტაილენოლს მივაგენით. არა, მეგობრებო, ნეტა ეს იყოს თორე მაშინ კაცობრიობას უპოვნია მთავარი დამნაშავე. აქ სწორედ ის გარემოა, რაშიც ადამიანმა დაიწყო ცხოვრება, ბუნებრიობას დაშორდა, ყველაფერს ნატურალურს დაშორდა და ეს ბუნებრიობა, რაც იქმნება ჩვენს კანზე, ჩვენს ნაწლავში, ჩვენს მიკრობიომში, რასაც ვეძახით, აი ეს ყველაფერი შეგვიმცირდა. ჩვენ ამ თეორემას ალერგოლოგიაში სხვათა შორის ვეძახით ჰიგიენურ თეორიას, ანუ ძველი მეგობრების თეორიას. ეს რას ნიშნავს? ხა მე თუ ანტიბიოტიკი დავლიე, ჩვილ ბავშვს მივეცი ანტიბიოტიკი. მას 10-ჯერ გაზრდილი აქვს უკვე მომავალში ასთმის განვითარების რისკი. რატო? იმიტომ რომ მიკრობიომი უკვე სამუდამოდ მოვუსწრე. აი, ერთი დოზა ანტიბიოტიკის დალევა, ნაწლავის მიკრობიომი რო დაუბრუნდეს სტარტს, ხანდახან წელიწადზე მეტი სჭირდება მეცნიერული კვლევებით, რო იკვლევენ ადამიანის, ვთქვათ, კულტურას, განავლობას, რომ ეს მიკრობები როგორ აღდგება. ამიტომ ჩვენ თუ შევხედავთ ალერგიასაც და გლობალურად ამ იმუნური სისტემის მასთან კავშირს, აი ამ წონასწორობის
დარღვევა როგორ უნდა დავიცვათ ეგ ბალანსი და აი გამოსავალი, პრევენცია ანუ- ამის, აი როგორ შეიძლება ხა დარწმუნებული ვარ რომ ბევრი მშობელი გვისმენს და მე ძალიან მინდა რომ აი ახალმა თაობაც ბავშვებმაც რაღაცნაირად გაიაზრონ ეს ყველაფერი რამდენად მნიშვნელოვანია. აი როგორ უნდა გაკეთდეს მაგის პრევენცია და ბალანსი, როგორ შევინარჩუნოთ. გარკვეულწილად გართულია დღევანდელ რეალობაში ამის შენარჩუნება. ამ ყველაფრის ბალანსის სრული აღდგენა, ეხლა ეს შეუძლებელია, პირდაპირ უნდა ვთქვათ, მაგრამ არსებობს იგივე გამოცდილება სკანდინავიური ქვეყნების, აი ფინეთი ამის კარგი მაგალითი, მათ შექმნეს ალერგიის რაღაც პროგრამა, 10 წლიანი პროგრამა და რას ნიშნავს ეს და რა არის მთავარი ქვაკუთხედი. ის რომ უნდა წახალისდეს და ყველა დედას უნდა აუხსნათ, რომ ზუზუთი კვებაზე უკეთესი არაფერი დედამიწაზე არ არსებობს. აი ხო ხედავთ, ბოლოს განვითარებული მოვლენები, რაღაც ერთი მომწომდებლისგან, რაღაც ბაქტერია და რაღაც 4 და 5 რძის ამოღება გახდა საჭირო მსოფლიოში ცნობილი ბრენდების. ამიტომ ზუზუთი კვება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრევენციაა, რომ ჩვენი შვილების იმუნიტეტი, ნაწლავები თუ თავის ტვინის ჯანმრთელობა და გონიერება და IQ კოეფიციენტი იყოს მაღალი. მეორე, რაც შეიძლება ახალი თაობა, მეტი დრო მათ უნდა გავატარებინოთ ბუნებასთან ახლოს. ჩვენ არ უნდა ვითვლებოდეს ჩვენს ქვეყანაში არის პატივისცემა რაღაც ჩაკეტილ დაბადების დღის ცენტრებში წაყვანა და პლასმასის ბურთებში ბავშვების ჩაყურყუმალავება. ეს არის ყველაზე დიდი პატივისცემა შვილების. და აღარ ვამბობ მაკდონალდში შაბათ-კვირას იმით სადღესასწაულოდ წასვლა. ხო, მე არავის დაკნინებას ეხა კი არ ვარ სწრაფი კვებისას, მაგრამ ეს ხო რეალობაა. რაც შეიძლება ახლოს ბუნებასთან, რაც შეიძლება მეტი თავიდანვე ცხოველებთან კონტაქტი, მეტ ფერმაში, მეტ კონტაქტურ ზოოპარკში წაყვანა, მეტი მინდორი, მეტი ტალახი, მეტი სიმწვანე ჩვენს ირგვლივ. ნუ ეს ძალიან გლობალური ნაწილია და პოლიტიკის ნაწილათაც უნდა გადაიქცეს ყველას ერთად, იმიტომ რომ აი ეს განსაზღვრავს ამის. ამიტომ თუ ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, აი იგივე ბევრი ოჯახი ცდილობს, რომ სადღაც შვილისთვის წავიდეს და ჭიანი ვაშლი მოიტანოს, სადღაც გომბორიდან მაგალითად. ხო, იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ეს განსაზღვრავს ჩვენს იმუნურ სისტემას, ხო? ამიტომ თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ და თუ ჩვენ ამას არ აუხსნით ჩვენ მშობლებს, რომ ბავშვი გარეთ კონტაქტში იგივე ფინეთი ვახსენე. იქ სასწავლო პროგრამის ნაწილია დღეში 1 საათი მაინც გარეთ ამიდისა და მიუხედავად ბავშვი უნდა გაიყვანონ. ბაღია თუ სასკოლო პერიოდია, რომ ის იყოს წვიმაში, ტალახში, ანუ ბუნებასთან ახლოს. რაც უფრო ახლოს ვიქნებით და დაუბრუნდებით ამ ბუნების ნაწილს და მეტ დროს გავატარებთ, ოღონდ რასაკვირველია, ახლა ზოგი გეტყვის, რომ აი გამიცივ და ისეა, ისეა ეშინია ზოგს. მე ესე მეუნდები ხოლმე როგორც ექიმი. ამიდი შესაბამისად უნდა იყოს ჩაცმული, ხო? ზოგიერთს 10 რაღაცა მაისური აცვია და დაუთვლი ხოლმე გასინჯვისას, მეუნდები დედას, თქვენ რამდენი გაცვიათ? მე 1 და ამასაც ცხელა მეუნდები. 1 უნდა ჩააცვა, მაქსიმუმ 2 და რაღაც პიჯაკი. ამიდი შესაბამისი. იგივე მე ძალიან მომწონს სხვათა შორის ამ რაკურსს შეხება და ესეც უნდა თქვა იმუნიტეტს, რომ ესეთი მოარული ფრაზა არსებობს, რომ ბედნიერი ბავშვი არის ჯანმრთელი ბავშვი. ამიტომ ბავშვს რაც შეიძლება მშობელმა მეტი ბედნიერება უნდა მიანიჭოს. ეს საჩუქარი იქნება, რაც ქონდა ზომიერების ფარგალში. მოფერება იქნება, ჩახუტება იქნება, მასთან მეტი დროის გატარება იქნება. ბავშვი თუ იქნება ბედნიერი, ძალიან იმას მაგარი იმუნიტეტი აქვს. ეს დადგენილი აქსიომაა. ამიტომ ეს ყველაფერი ერთად ქმნის მოკეთ ჩვენი მომავალი თაობის და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას. ჩემი ასაკის ყველას ალბათ ყველაზე დიდი იმუნიტეტი ჩვენ გვაქვს მეთქი ამას ვიძახი, იმიტომ რომ მთელი ზაფხულიდან დაწყებული ან მთელი დღეები მაინც გარეთ ვიყავით და ეზოში ვიყავით და ის სუმაგას ვიხსენებ, რომ აი თუ რამე მომცა ეს ძალა, რომ აი ესე ყველაფერი რაღაცისთვის მიმეღწია ან საერთოდ ეს იყო ეს ზუსტად ეს არაჩვეულებრივი ბავშვობა, ბედნიერი ბავშვობა და ჯანმრთელი ის. ძალიან დიდი მადლობა ისე საუბრობთ, რომ კითხვის დასმაც კი არ მინდა, მაგრამ ერთი მინდა რომ ესეთი პროფესიული კითხვა დაგისვათ, რომ ყველაფერი ხო არ არის ალერგია. ნახეთ, აი კანიდან გამომდინარე როზაცია, აკნე, ყველაფერი ეს ხო ალერგია არ არის და კიდე ერთი კითხვა მაქვს ესეთი რომ მივდივართ სამედიცინო დაწესებულებაში გვეკითხებიან ხოლმე ხართ ალერგიული? იხა ზოგჯერ ვეკითხები არ ვარ, მაგრამ ეგრე ხო არ ვიცი ვარ თუ არა. ანუ ამ შემთხვევაში არის თუ არა ადამიანი ალერგიული, ეს უნდა ვიცოდეთ თუ შესაძლებელია რომ ამისთვის რაღაცა გამოვიკვლიოთ, რომ ნამდვილად ვიცოდეთ ვარ თუ არა და დაფარული ალერგია არის თუ არა, ანუ ამის კითხვა.
მოგეთ ეს ზოგადად ძალიან ესეთი რთული თემაა და არ არის მარტივად საფასუხო თემა, რომ წინასწარ უნდა ვიცოდეთ და გავიგოთ თუ არა, როდესაც თუნდაც იგივე რაღაც პროცედურებზე, იგივე სტომატოლოგთან ვიზიტისას ან სხვა ტიპის პროცედურები, სადაც იგივე ანესთეზიური საშუალებებია გამოსაყენებელი. ხო, წინასწარ ადამიანების უდიდესმა ნაწილმა მთელს პლანეტაზე არ იცის ალერგიის არსებობის შესახებ. ხო. ეხლა აქ არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დილემა, რომ აუცილებლად ამ პროცედურების წინ, როცა ამ კითხვებს გვისმევენ, უნდა გქონდეს თუ არა რაღაც დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აი მარტივი და ყველასთვის საჭირო ბოროტო საკითხი ეს და ამიტომ გარკვეულწილად შევეხოთ. აქ არის ესეთი ძალიან ესეთი მარტივი და კარგი მოცემულობა, ესეთი ჭეშმარიტი შედარებით ყველაზე ობიექტური, რასაც უნდა პაციენტებმა და ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ. წინასწარი სკრინინგული ტესტები. ანუ სკრინინგი ნიშნავს, რომ არ მომხდარა ჯერ და მე რაღაც მინდა გამოვარკვიო, რომ მე ამ რაღაცა პასპორტით ვიარო. ხო, ჩანაწერით. ესეთი რამ არსად არ არსებობს და არ ხდება. ალერგიების ძალიან დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მედიკამენტური თუ სხვა პროცედურებთან ასოცირებული, ეს შეიძლება უდიდესი ნაწილი, აი 80% რო ვთქვათ, წინასწარ მაინც არაპროგნოზირებადია. შენ რაც არ უნდა კარგი სინჯი კონდეს, გაკეთებული და მოდელირებული რაღაც წინამხარზე დაწვეთებით, აი მე ადამიანი როცა შინაგანად მოხვდება, ემოციური სფერო ჩაერთვება, ეს უკვე როგორ გაშლის და რა იქნება, არავინ არ იცის, მაგრამ თავარია რომ ჩვენ სწორი დახმარება შეგვეძლოს რეაქციის აღმოცენების შემთხვევაში. არა ისო ყველა გადავაზღვიოთ, ამას ვერ შევძლებთ და ეს იდეა ფიქსი არ უნდა იყოს არასწორია, ზედმეტი ხარჯია, ზედმეტი ემოციაა, ზედმეტი დროის დაკარგვაა, მე პირდაპირ ვიტყოდი. თუმცა ერთადერთი გამონაკლისი რა თქმა უნდა არსებობს, თუ ადამიანს აქვს რაღაც ტიპის უკვე ალერგია ჩამოყალიბებული, მაგალითად ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკაა, ვთქვათ, ასთმა აქვს ადამიანს, რომელიც წლებია მასთან ერთად ცხოვრობს და ჩვენც ვეხმარებით მის მართვაში. მაგრამ ადამიანს აღმოუჩენდა რაღაც აუცილებელი გადაუდებელი ან გეგმიური პრობლემა, რომლის გამოც ისინი თხოვენ შენი ძირითადი დაავადება გვაძლევს თუ არა მარტივად, მაგალითად ნარკოზი რო ჩავატარო ასთმის კონტროლის თვალსაზრისით. ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი მისი დაავადების კონტროლის შესაფასებლად მოდის ჩვენთან სანამ ოპერაციაზე წავა. მე კი ის გარდაუწყო იმას მაინც ადამიანის სინჯების კეთება. შეუმოწმო მისი ასთმა, ხო არ არის ფარული სპაზმი, რამდენად ყოფნის ის წამალი, რომელიც მე მას 6 თვის წინ შეურჩიან, შეიძლება 2 წელი არ გამოჩენილა. ამიტომ ალერგიულ ადამიანებს ვთხოვთ ხოლმე, როცა უკვე იციან რაღაც დაავადება რო აქვთ, იგივეა ურტიკარი ანუ ჭინჭრის ძიება, კვინკე შეშუპებისკენ ანუ ანგიო შეშუპებისკენ მიდრეკილი, რომ ასეთი პროცედურების წინ და გადაუდებელი თუ გეგმიური დახმარების წინ ერთი კონსულტაცია გაიარონ ალერგოლოგის. ეს არის სწორი. მან გადაწყვიტოს უკვე მე ექიმთან ერთად ეს სინჯი იქნება, თუ მხოლოდ გასაუბრება იქნება, მოსმენა იქნება და იმის დაწერა, რომ მას წინაღობა არ აქვს, როგორც ალერგიულ პაციენტს, რომ რაიმე გართულების რისკი ქონდეს. ამიტომ უფრო აი ეს მიდგომაა სწორი, ვიდრე სინჯი გავაკეთოთ, ექიმას საერთოდ არ ნახოს და რაღაც მიდან გადავაწოდოთ ფურცელი და მე ამ ფურცლით მან თავი დაიმედოს, რომ არასოდეს ალერგია არ იქნება და წლების განმავლობაში ამით ისარგებლოს. ამიტომ თუ ალერგია საერთოდ არ აქვს, არ ჭირდება წინასწარი სინჯები სკრინინგულად და თუ ალერგიული რაიმე დაავადება აქვს ადამიანს, ექიმთან ვიზიტი და ის როგორ განსაზღვრავს მის რისკს და სარგებელს რა პროცედურასაც იტარებს, ექიმი დაეხმარება ამის გარკვევაში. მაინტერესებს მაინც თქვენ კანთან დაკავშირებული აი როზაციაზე მაინტერესებს, იმიტომ რომ როზაცია არის ჩვენ ყველამ ვიცით, ეს არის არა ალერგია, არამედ არის კანის დაავადება. მაინც თქვენი ის მაინტერესებს ამ ხრივ რას იტყოდით? თვითონ როზაცია როგორც დაავადება არის დერმატოლოგიური კომპეტენციის ნაწილი. როგორც ალერგოლოგი მე მასთან შეხება არ მაქვს. ხო, მე ალერგოლოგიური ნაწილში რასაკვირველია შემოდის ალერგიული დაავადებები, როზაცია ნატალიმ ძალიან სწორად აღნიშნა, თვითონ ალერგიას არ მიეკუთვნება, მაგრამ მთავარი დაავადება, რომელიც ჩემი პროფესიის ნაწილია, ამ კანის პათოლოგიებიდან ეს არის აი კანის სიმშრალით მიმდინარე, ანუ ეგზემური ტიპის დაავადებები, ანუ ატოპიური დერმატიტი და მისი ნაირსახეობები, კონტაქტური დერმატიტი და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამაზე რომ ეხლა რასაც გავაკეთებ კომენტარს რა არის მათი ქვაკუთხედი, ბევრ დაავადებაზე იგივე აკნეზეს და როზაციაზეც ეს ვრცელდება ხოლმე. იგივე დერმატიტის დროს, რომელიც კანის სიმშრალით მიმდინარე დაავადება, ხშირად ეს თანდაყოლილია 2-3 წლამდე ასაკში იწყება. უდიდესი ნაწილი ბავშვებისას ეს ეწყებათ და მათი ძირითადი საფუძველი არის კანში რაღაცა წყლის შემაკავებელი ცილა აქვს ესეთი ადამიანს, ფილაგრინი ჰქვია მას. აი ამ ფილაგრინის დეფიციტით არის დაბადებული პაციენტი, ვისაც ეს უვითარდება. ერთი საინტერესო
ესეთი მიგნებაა, რომ ჩვენ აი ბავშვებს წლამდე როცა ეწყებათ, აი ლოყები აქვთ ხშირად ჩართული ამ დიათეზს ეძახიან ძველი ტერმინით. ნუ ეს ატოპიური დერმატიტია და ძირითადად მე ვთქვათ გამშლელი ზედაპირები მუხლის უკან, მაგრამ საინტერესო ფენომენი რა არის? ჩვენ გვაქვს კანში ესე ქვია მას ეს ფილაგრინის დაშლის პროდუქტი წარმოქმნის ნატურალურ დამატენიანებელ ფაქტორს. ესე ეძახიან დამატენიანებელ ფაქტორს. და აღმოჩნდა რომ წლამდე ასაკის ბავშვებში ეს ნატურალური დამატენიანებელი ფაქტორი ფილაგრინის დერივატი დაშლის ფაქტორი ლოყებში ძალიან ცოტაა და ამიტომ იქ ეს სიმშრალის და ანთების უბნები კარგად ვითარდება და ფეხს მოიკიდებს ხოლმე დაავადება. და ამ დროს წლამდე ასაკის ბავშვს ეს ფილაგრინისა და ნატურალური დამატენებელი ფაქტორი ცხვირის არეში აქვს 100%-ით წარმოდგენილი. ამიტომ არასოდეს ჩვილს ცხვირზე არ უვითარდება ატოპიური დერმატიტი და ეგზემური. ხო, სულ აქვთ შენახული, ანუ სუფთა ცხვირი ბავშვებს. ხო, ეს ამ ჩემს უმცროს შვილს ქონდა და მე ნუ რაღაც საარეგული რა, ნუ ზემებით უფრო დამატენიანებელი. ეს არის ქვაკუთხედი. მაგრამ თავარი რა არის, აი რატო ვაერთიანებ იმ დაავადებებს? აი სწორედ დერმატიტიც და ეს როზაცია და ყველა ეს აი ამ მიკრობული ჩვენთან მოსახლე კანზე ბაქტერიების დისბალანსის დაავადებაა. აი მაგალითად ადამიანის კანზე უნდა ცხოვრობდეს და ცხოვრობს, ვისაც ჯამრთელი კანი გვაქვს შედარებით. ეს არის თქვა სტაფილოკოკური შტამები, რომლებიც ეპიდერმალურ ცუდი სტაფილოკოკი არა, ჩირკმბადი არა. ესენი ანუ არაძლევენ ცუდებს იქ დასახლების საშუალებას და ძირითადი ნაწილი ეს არის. ხო, პროპრიობაქტერია კუტისი, პროპრიობაქტერია აქტე, პივოტელა, ეს ბაქტერიები ცხოვრობენ ჩვენთან ჯამრთელ ადამიანებში. აი ვისაც აქვს დერმატიტი, ვისაც აქვს ეგზემა, როზაცია, აი ეს დისბალანსია დარღვეული. ის რაც უნდა იყოს ცუდი 1% უხდება 20%, უხდება 50%. ამიტომაც არის იმ ტიპის დაავადების დროს, აი ზოგი გეკითხება, ჩემთან ხშირად მოდიან შეცდომით როზაცეული პაციენტები. და წითელია ლოყა, წითელია თვალი ხშირად და ახლა სიწითლე ალერგიასთან ასოცირდება. და მე სულ გადამისამართებაში ვარ ჩემ ძალიან ძვირფას და საპატივცემულო კოლეგებთან, რომ აბა რატომ აქ ეს წითელი გეუბნება ხო პაციენტი და მე ვხსნი ხოლმე რომ აი აქ სწორედ ეს დისბალანსი დაირღვა და ხშირად ამ იმ დაავადების ქვაკუთხედი მკურნალობა რაღაც ანტიბაქტერიული ანტიბიოტიკის საშუალებებია ხანდახან ადგილობრივი თუნდაც თვეების და კვირების განმავლობაში, იმიტომ რომ ის გაზრდილი არასწორი ბაქტერიები დაითრგუნოს. და ხშირად არის ეს მნიშვნელოვანი ამბავი, ესეც უნდა ვთქვა, ჩვენთან მოდიან პაციენტები, აკნე აქვთ მაგალითად, მოზარდებიან გვიანი აკნეა და გეტყვის რომ მე მგონია რომ ეს ალერგიულია, იმიტომ თხილი რო შევჭამე და შოკოლადი რო შევჭამე, მაშინ გამომაყარა. და აი ეძებენ ამ გამოსავალს რომ კი მკურნალობს დერმატოლოგი, მაგრამ მე ვფიქრობ ეს ალერგიაა მაინც და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია მე ასე ვთქვა ჩემი განმარტებაც და ჩართულობაც რომ დავამშვიდო ადამიანი. იმიტომ რომ აკნე არის დაავადება, რომელიც ამ დისბალანსთან არის დაკავშირებული, იქ სხვა ტიპის ცუდი ბაქტერიები მრავლდება და ეს პროდუქტები, როგორც სტრესული ფაქტორი, არის ამის მატრიგერებელი, არა გამომწვევი, არამედ გამამწვავებელი. ამიტომ ადამიანი როდესაც ამას იმწვავებს იგივე საგამოცდო პერიოდი აქვს თქვათ, გააჩნია რა ასაკშია, ვიღაცა ბევრ და ჭარბთხილეულს ეს არ არის აკნეს საფუძველი. ეს არის აკნეს ასე ვთქვათ, მეცევეუნებით, ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი. ამიტომ თქვენ უნდა უნკურნალოთ ძირითად დაავადებას, აქ ზომიერება უნდა შევინარჩუნოთ კვებასთან მიმართებაში და რასაკვირველია ეს დაავადება ბალანსდება და კურნალობის ასპექტები, ასე ვთქვათ, მე თავის კალაპოტში ბრუნდება. რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული ალერგია აი საქართველოში მაგალითად? საერთოდ ალერგიულ დაავადებათა გავრცელებას თუ შევხედავთ, აი როგორც ბევრ რაღაცაში ხა ზუსტი სტატისტიკა საქართველოში არ აქვს. ხო, ესეთი არ აქვს, მაგრამ თუ შეხედავთ აი მსოფლიო სტატისტიკას და ჩვენი ქვეყანაც ხა კონტექსტიდან ვერ იქნება მთლად ამოვარდნილი, ყველაზე ხშირად მსოფლიოში არის ალერგიული რინიტი გავრცელებული. თითქმის 9 მილიარდ ადამიანს აქვს ეს. საქართველოში ბოლო კვლევები რაც ჩატარებულია დაახლოებით პოპულაციის 10%-ს მაინც აქვს, ოღონდ გასული ამისმერე 15 წელი. ალბათ ეს 18-20%-ზე იქნება ჩემი აზრით, მომართვიანობის მიხედვით მაინც. ნუ ახლა მე 16 წელია ვარ. ამიტომ აი რასაც ხედავ, ტრენდულად ეს იმატებს და იმატებს. და სხვა შორის კიდე ერთი ქართული ფენომენია, ესეც უნდა ვთქვა, რადგანაც ესეთი ასე ვთქვათ პოდკასტია, რომ წინა წლების გამოცდილებით, აი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული თაობები, ასეთ რაღაცას ისახავდნენ ხოლმე ხშირად გეგმათ, რომ აი ასთმური მოვლენა ალერგიაა და მოდი დასავლეთ საქართველოსთან აღმოსავლეთში გადმოვასახლებ. ეხლა რაც მე აქტიური ექიმი ვარ, გეუბნებია რომ თითქოს ეხლა დიდი განსხვავება არ არის, მე აქ ჩამოვედი და გადმოვედი თუ ბათუმში ვარ, ფოთში ვარ თუ ზუგდიდში. და
ხანდახან ბრაზდები ხოლმე რომ მეტყვია რომ ჩვენ ფოთიდანა ვარ თქვენ ახლა ასთმის დიაგნოზი გითხარით გავყიდოთ სახლი და თბილისში გადმოვიდეთ და მე გავცეცხლდები და ვეუბნები ეხა ფოთში არის ერთი მტერი თქვენთვის ნესტის სოკო და ოთახის მტვერი თბილისში არის მილიონი ჯართი მანქანა 100,000 დაუცველი მტვრიანი მშენებლობა ამიტომ თქვენი გარემოს დამაბინძურებელი ხარისხი რომელიც ასთმის ყველაზე უფრო ხშირი გამომწვევებელი და საშინელი ვიდრე ის მტვერი ვიდრე სუბტაჰაერში იქნება ფოთში თუ ზუგდიდში თუ წალენჯიხაში მაშინ ვეუბნები გადმოდით აღმოსავლეთ საქართველოს ძალიან თუ გინდა ოღონდ ისე რანდომულად ვეუბნები ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში დასახლდით მე ხო ამიტომ ეს ტენდენციაც უნდა გავითვალისწინოთ ხო ხა რომ ჩვენ აქ გადმოსახლება არ არის იმიტომ რომ ეს ქალაქი გარკვეულწილად მართლა ეკოლოგია უკვე ვეღარ უძლებს თავის კრიტიკას რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება ადამიანების ძალიან ბევრი კატეგორია მოდის აი ყველაზე გავრცელებული რინიტი ვთქვი რაღაც სინჯებს გაუკეთებთ მტვერი ძაღლი კატა ყველაფერი არის ნეგატიური და ადამიანი გეუბნება აბა რა მჭირს აბა სად არის ეს დამნაშავე რატო კვდები რატო მაცემინებს რატო მეწვის ცხვირი იმიტომ ეწვის ცხვირი რომ მე უკვე ვეთქვი რომ საცხოვრობ შენი корпуსის წინ რამდენი მანქანა დადის შენი სამსახური ნიავდება რბილი ხალი ჩააქვემოთ 8-9 საათი რომ მუშაობ ვიღაცას პროფესიული ექსპოზიცია აქვს ზოგი სალონში მუშაობს ზოგი რაღაცა მტრიან გარემოშია ზოგი მაღაზიაში ამიტომ ეს ალერგენები უფრო აგრესიულია ვიდრე ძაღლის ალერგენი კატის თუ სახლის მტვერის ამიტომ ჩვენ ამ ეკოლოგიურ ნაწილზე ხა ცოტა რთულია ამის გადაწყვეტა მაგრამ აი დიდი ქალაქების პრობლემა ურბანიზაციის არის კიდე მეორადი ეს ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ამაზე დიდ ყურადღებას ვამახვილებ ხოლმე სახლის შიგნით ჰიგიენის საშუალებები აი ძალიან ბევრი ადამიანია ქალბატონები 30 წელს გადაცილებული განსაკუთრებით მენოპაუზასთან ახლოს როდესაც ახველებთ ძალიან ყველა სუნზე მგრძნობიარები ხდებიან ხშირად ასთმური მოვლენებიც კი ეწყებათ და ისინი ვერაცნობიერებენ ბოლომდე რომ შეიძლება ეს იყოს იგივე იმ ჰიგიენის საშუალების გამოყენება საწმენდების გამოყენება რომელსაც ზოგი ჭარბად იყენებს ძალიან ამიტომ აი ამის ქვეშ ცხოვრობს ადამიანი თანამედროვე სამწუხაროდ და ამიტომ ძალიან შორს არ არის ის ფაქტორები ჩვენს თვალწინ არის რაც იწვევს ამდენი ალერგიული დაავადებების განვითარებას. თქვენ იყავით ჩვენთან კონგრესზე, როცა ლაზერული აპარატების სამედიცინო დეკას ლაზერული აპარატების კონგრესი ჩატარდა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სამედიცინო და ესთეტიურ სფეროში. მაინტერესებს თქვენი ესეთი ხედვა საერთოდ ლაზერულ აპარატებთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კანის დაავადებებისთვის. ხო, საერთოდ ლაზერის ცნება ეს და მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია მედიცინაში. თქვენს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. მართლა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დღესაც კი უზიარებ ჩემს კოლეგებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ, ფართო შესაძლებლობები აქვს ამ ასე ვთქვათ, მოცემულობას, საოცრება, ჩვენ ვიზუალურად კი ნახეთ ასე ვთქვათ, იმ ელემენტების მოშორება იქნებოდა ეს თუ ტატუს გაქროვა და ჩვენს თვალწინ მოახდინეს, ხო, იტალიელმა დეკას მესვეურებმა და ეს ყველაფერი საქართველოს შესაძლებელია, ბუნებრივია. ეხლა რაც შეეხება უფრო დერმატოლოგიური ასპექტში არის ლაზერი მნიშვნელოვანი. ეხლა ალერგოლოგიურ ნაწილში ჩემს სფეროში იმდენად წამყვანი ლაზერის ნაწილი არ არის. შეიძლება იყოს ლაზერი, ვთქვათ, იგივე რაღაცა ნაზალური ნაწილი, რომელიც ანტიანთებადი თვისებები აქვს, კიდე ის ცალკე აპარატებია, რომლებიც ქრონიკული სინუსიტების დროს გამოიყენება, მაგრამ ეს ნაწილი, რომელიც არის ზედმეტად ჭარბწარმონაქმნების, ვთქვათ, რაღაცების, რაც არის ჰემანგიომების ამკურნალოდ, ეს უნიკალური შესაძლებლობებია, რომელიც დღეს აი ნებისმიერი EADV იქნება, ანუ ევროპული დერმატოლოგიის კონგრესი თუ სადაც არ უნდა დაესწრო, ეს არის ამის განუყოფელი ნაწილი. მოკეთ კანის დაავადებების მკურნალობაში ლაზერი არის აი სრულად ინტეგრირებული მოვლენა, ეს ისეთი რაღაცა, როგორც მედიკამენტი, კრემი თუ მალამო, იქვე არის ლაზერი. იმიტომ რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ძალიან მარტივი, ძალიან ეფექტური, ძალიან მაღალ ეფექტური, პირდაპირ უნდა ვთქვა და ის იგივე ვთქვათ, ექსიმერ ლაზერი და მსგავსი, რომლებიც იძლევა ვიტილიგოს მკურნალობის საშუალებას, ხო, ფსორიაზის, ვთქვათ, რემისიის, ახლა ეს დაავადებები, რომლებიც ძალიან რთულად სამართავია,
რაღაცა ბიოლოგიური პრეპარატები, თანამედროვე წამლები, რომლებიც 10,000-ობით ლარი ჯდება და ამ დროს შესაძლებელი არის, თქვათ, იგივე საშუალოს ახლა ძალიან მძიმე პაციენტებზე არ ვამბობ, რემისიის მიღწევაში დაეხმაროს. ამიტომ ეს შესაძლებლობები ისეთი განუყოფელია, ჩვენ ხშირად ამ ტერმინს ვიყენებთ ხოლმე ექიმები, ანუ მტკიცებითი მედიცინა, კვლევით გამყარებული, დადგენილი, ის კი არა, რომ აი ხა თქვათ, მე მომწონს და მე გამოვცადე და ერთი ადამიანის მიგნებები მედიცინაში ხა ძალიან სერიოზული ექსპერტის გასათვალისწინებელია და ამას ექსპერტული მოსაზრება ქვია და არავინ არ აიგნორებს ერთი ადამიანის აზრს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია დასკვნა რას ამბობს, ბევრი ადამიანის გამოცდილება რას ამბობს და შედარება ვთქვათ ტრადიციულ მკურნალობასთან. ნუკეთ ლაზერი და მისი განაყოფები ესთეტიკიდან დაწყებული მედიცინის პირდაპირ მნიშვნელობით, ვთქვათ, ცეოლაზერი და შემდეგ ეს არის უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისთვის საუნჯე, რომ შესაძლებლობაა, რომ აი პირდაპირ შესაძლებლობა ამის, რომ დეკასთან იყოს ურთიერთობა და ამ ტიპის ლაზერები, ასე ვთქვათ, აქ იყოს ჩვენთან ახლოს ესე. ხო, ექსიმერზე სხვათა შორის იხაც კონფერენციაზე სახელმწიფოს მიერ 45 წელი ყოფილა შეძენილი იმდენად საოცარი შედეგები აქვს ამ ექსიმერს, ამ სორიაზის, ვიტილიგოს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში წამოვიდა, ბავშვებში წამოვიდა ეს ისა და ამიტომ ჩვენც ძალიან მალე სკინერა იქნება და ძალიან მაგარია. ველით მოუწმელად მოკეთ, როცა გაჩნდება შესაძლებლობა. ასე უნდა კითხოთ, თუ არსებობს სტრესისგან გამომწვეული ალერგია, მაგალითად, ალბათ ისევ იმუნურ სისტემასთან მივდივართ მათ, ხო? აი რაღაც ხო არის ხოლმე, რომ მაგალითად აი რაღაც ინერვიულა და გამოაყარა ეგეთი შემთხვევები გქონია ყოველს გარშემო. აი რაში მდგომარეობს? საერთოდ სტრესი როგორც ფაქტორი, ტრიგერი, შეადაოდების გამომწვევი და გამომწვევებელიც კი. არა მარტო ალერგიის, მედიცინის უდიდესი ნაწილი დაავადებების წამყვანია. ხო. ეს ხშირად მანიფესტაცია, რაღაცა რამდენიც გაგვიგია, რომ აი ონკოლოგიური დაავადებაც კი ძლიერი და ემოციური სტრესის მერე დაემართა ადამიანს. სტრესი ეს მნიშვნელოვანი განმაპირობებელია, იმიტომ რომ იქ რაღაცა პათოფიზიოლოგიური მექანიზმები ერთვება, კორტიზოლია, ჭარბი, ეს იმუნური სისტემაზე დამძგუნველად მოქმედებს და ადამიანში ეს დაავადებათა ნაწილი უფრო მეტად აქტიური ხდება. რა თქმა უნდა, ეხლა თუ პირდაპირ ალერგოლოგიას შევეხები, მაგალითად, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი დაავადება, რომელზეც თქვა დისერტაცია მაქვს დაცული და შემდეგ ეს არის ქრონიკული ურტიკარია, ანუ ჭინჭრისძიება. ეხლა ქრონიკული ურტიკარიის პაციენტი, რომელიც ხშირად რამოდენიმე თვე ან წლების განმავლობაში ებრძვის ამ დაავადებას, გარკვეული რაღაც საკონტროლო, მაკონტროლებელი მედიკამენტი შერჩეული მაქვს. როდესაც გიკავშირდება ან მოვა განმეორებით ვიზიტზე, გეტყვის, რომ მე დამერღვა წონასწორობა, იმიტომ რომ რაღაცა სტრესი შემხვდა. ამიტომ რა თქმა უნდა, იგივე სამსახურებრივი სტრესი ახლა ყოველთვის არ არის ეს რაღაც ზეზურბლოვანი სტრესი და ახლობის დაკარგვით გამოწვეული, მაგრამ ყოველდღიური სტრესული სიტუაციაც კი შეიძლება იყოს ჩვენი დაავადებების განსაკუთრებით ალერგიის, ასევე ასთმის შეტევის მიზეზიც კი. ხო? ხანდახან აი მე ბავშვებიც მყავს ესეთი, რომლებიც სტრესმა შეიძლება დააინდუციროს მათთან კვინკე შეშუპება, ანუ ანგიო შეშუპება. და ერთი პაციენტი, რომელიც ახლა უკვე დიდი ბიჭი გახდა, ну დიდი რა მოზარდია, მაგრამ 1 წლის ასაკიდან ვიცნობდი ბავშვს. მას შეშუპება დაემართებოდა ბავშვური სტრესისა და ნერვიულობის გამო. როგორც კი სათამაშოს ვერ გაიყოფდა მის ძმასთან ან ბიძაშვილთან, იმავე საღამოს კვინკე შეშუპება ემართებოდა. ხო, აი ხო წარმოგიდგენიათ, ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის კორტიზოლის მექანიზმი, რომელიც მე რთავს თელს იმუნურ კასკადს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და სტრესის კონტროლი. ხშირად არის მოვლენები, ეხლა მე აღარ ვამბობ, ვისაც მედიკამენტური ალერგია. აი საერთოდ ადამიანები ჩვენ ეხლა ძალიან ფართო ცნება ალერგოლოგია და მისი განაყოფები და დაავადებები, ანაფილაქსიას ვერ შევეხეთ საერთოდ. აი ანაფილაქსია რო ერთხელ აქვს ადამიანს გადატანილი, ფუტკრისგან არის, ბზიკისგან არის, კრაზანისგან, წამლისგან თუ არ ვიცი, არა აქვს ამას მნიშვნელობა, საკვებისგან. ის უკვე ქრონიკულად ცხოვრობს ამ სტრესის ქვეშ. აი მან არ იცის ეს როდის დაემართება. თუ ეს წერთან არის ასოცირებული, ხო საერთოდ დანგრეულია მისი ფსიქიკა. ამიტომ ძალიან გვიჭირს ხანდახან ამ ადამიანებს მე ვეუბნები, რომ მე ესეთი ისახოც ქართული მენტალიტეტსაც ვერ გები ხოლმე, რომ ფსიქიატრთან წადი არ მოსწონს, გიჟი ვარ, რატომ იშვებს. და მე ვეუბნები, ფსიქონევროლოგი, ფსიქიატრის ხანდახან მე მჭირდება მისი დახმარება თქვენი მართვისთვის. ესე ვაყენებ საკითხს. და მათი კოოპერაციით ხშირად ჩემს სწამლებთან ერთად მჭირდება, რომ ფსიქოლოგის და ფსიქოლოგს სწავლის გამოწერის უფლება არ აქვს. ნუ წერს ფსიქიატრი ან ნევროლოგი. რომ ისინიც იყვნენ ჩვენ პაციენტებთან ჩართული, განსაკუთრებით რთული სამართავი პაციენტები რო არიან. აი ზოგჯერ არიან ადამიანები იგივე სტრესის დროს, აი ასთმა აქვთ. ხო, ეხლაც მქონდა რამოდენიმე დღის წინ ასეთი მაგალითი. მას რაღაც ემოციური, ძალიან მოჭარბებული ფონი აქვს. ბავშვებიდან ასთმა აქვს.
და გეუბნება რომ აი მე რაღაცა ხორხში ისეთი შეტევა დამემართება, ვიგუდები, ჰაერი არ ზემოთ ჩადის, არც ქვემოთ ჩადის, დექსამეტაზონს ანუ ამ რთულ ჰორმონს გაიკეთებს, აეროზოლებს დაამატებს და რაღაცა უნორმოთ იყენებს აეროზოლს, რასაც უნდა ხარჯავდეს ერთ თვეში, ხარჯავს ერთ კვირაში. და ამ დროს ეს ყველაფერი სტრესით ინდუცირებულია. იქ თუ არ ჩაერთო ჩემს გარდა აი ეს რასაც ქვია, შეიძლება CBT თერაპია იყოს, ანუ კოგნიტურ-ქსევითი თერაპია. მან უნდა ისწავლოს სტრესის მართვა. ამიტომ სტრესი და ალერგია ეს არის აი როგორც სტრესი და გასტროენტეროლოგია, ხო? ზოგჯერ ბიჭო ხდება დილით, მეზობელი თუ სხვა, ამაზეა შენი კუჭლაცლავი დამოკიდებული მთელი დღე. ეს არის ძალიან გადაჯაჭვული თემები და ძალიან საინტერესო თემები, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, ესეთია კავშირი მათ შორის. ნამდვილად ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან ვრცელი და დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი რამ დაგვრჩა სათქმელი. მე ერთადერთი, რაზეც მაქვს ალერგია, არის მეტალი, ან უბრალო რაღაცებს ვერ ვიკეთებ. ხოლოდ მაღალი სინდის ოქრო, ხო? თუმცა ეს ერთი თავისებურებაა და ვიტყვი ორი სიტყვით. ხო, აი აქ წამყვანი ალერგია არის ნიკელის ალერგია. ნიკელი არის ეს მეტალებს შორის. მე არის სხვა ყველა. ეს ნიკელის ალერგიას ატო ეძახიან ჯინსის ღილის ალერგიას. რომ ნიკელისგან არის ჯინსის ღილი ამერიკელმა რო შექმნეს ჯინსი. ამიტომ ეს ყველა ბიჟუტერიის ნაწილი უფრო ნიკელი აქვს ფავარი წამყვანი მეტალი. მაგრამ ადამიანი ზოგჯერ ამაზე უარს ამბობს, ან ძალიან თუ უყვარს სამკაული, ღია უფერო ლაკით დაფარავს ხოლმე, რომ ბარიერი იყოს კანსა და იმ ძივ შორის, ბეჭედ შორის და გამოიყენებს. მაგრამ ეხლა უკვე არსებობს ანტიალერგიულებიც და რა თქმა უნდა, ესეც არსებობს, მაგრამ ისიც თქმა მინდა და ზოგჯერ ამ ყველაფერს არ იკეთებს, არ იყენებს, მაგრამ მაინც აქვს კანის ალერგიული დერმატიტი. და აი ესეთი პაციენტები რომ მომართავენ ხოლმე, უნდა იცოდნენ მათ და მე განმარტებას ვაძლევ და ცხრილს ვაძლევ სპეციალურს. არსებობს საკვები, სადაც დიდი რაოდენობით ბუნებრივად შედის ნიკელი, როგორც მძიმე მეტალი. პირველ რიგში ეს არის თხილეული. ხო. ხო. ამიტომ ასეთმა ადამიანმა, ვისაც აქვს კონტაქტური დერმატიტი ნიკელის მიმართ, აი თხილი, ქეშუ, ფსტა შედარებით უნდა შეზღუდოს მისი ყოველდღიური მოხმარება. ნამდვილად. აი ეს პრაქტიკული რჩევა სალომესთვის და არა მარტო. ნამდვილად ასეა, მადლობა პირველ რიგში ძალიან საინტერესო საუბრისთვის. და აი ბოლოს მაინც რაღაც ისეთი რჩევა რომ მივცეთ ჩვენს მაყურებელს და იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობენ ალერგიასთან ერთად. მივცეთ ეს ამნიშნულოვანია ხა, რადგან ჩვენ კანსაც შევეხეთ, იმუნიტეტსაც შევეხეთ, ალერგიასაც შევეხეთ, აი შეიძლება ეს მარტივად მე წარმომწოს ესეთი ფრაზა, რომ აი მაგალითად კარგად გამოძინებულ ადამიანს კარგი იმუნიტეტი აქვს და ალერგია ნაკლებად აწუხებს. ეს ყველა დაავადებას ეხება. მოკეთ, ძილის ჰიგიენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აი ვისაც შეუძლია განსაკუთრებით მოზარდები, ბავშვები, არწდიდები 7-დან 9 საათამდე უნდა დავიძინოთ. რა თქმა უნდა, ნევროლოგები გვეუბნებიან და ძილის სპეციალისტები დღეს დაიძინე და ხვალ გაიღვიძე, ანუ 12 საათამდე დავწვეთ, მაგრამ ხშირად ეს არ ხერხდება. თან ადამიანის ფსიქოტიპზეც არის, აი ხა მე მაგალითად ტოროლა არა ვარ ბუ, ღამე ხვდები, ასე ვთქვათ, ნაყოფიერი და ამავდროულად. ანუ ძილის ჰიგიენა მოკეთ მნიშვნელოვანია. მეორე, რა თქმა უნდა, აქ არაფერი უცხო არ იქნება, ადეკვატური და ბალანსირებული საკვები უნდა იყოს. აი ეს პირამიდები რაღაც იცვლება და ერთი ფაქტია, რომ 80% ჩვენი საკვები უნდა შევეცადოთ, რომ იყოს უფრო უხეშად დამუშავებული საკვები. ეს იყოს ხილი, ეს იყოს ბოსტნეული, ეს იყოს კარგი ცილა თევზისაგან, ხორცისგან და აი როგორც შეიცვალა ეხა რაღაც პირამიდა, თლათ ესე ცხიმებთან შიშით არ უნდა ვიყოთ ის კარაქი და ცხოველური ცხიმის სასარგებლო და აუცილებელია ჩვენი ძირითადი ჰორმონები რო წარმოიქმნას. ყველაზე დიდი საფრთხე უკავშირდება რაფინირებულ მაღალ პროცესირებად პროდუქტებს. ყველა ტკბილეული ყველაფერი რაც მარგარინში გამოცხვა, ყველაფერი რაც აი ამას უნდა მოვერიდოთ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოკეთ, ძილი ვთქვით, ყვება და წყლის დალევა ვთქვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოზრდილმა ადამიანმა ლიტრანახევარი 2 ლიტრა წყალი უნდა მიიღოს, იმიტომ რომ რაც უფრო წყალი ბევრია ორგანიზმში, იმუნური სისტემის უჯრედებიც კარგად მუშაობენ, ანუ კარგად ზავდებიან და მათი სტიმულატორად ითვლება. ანუ გარკვეულწილად რაღაცნაირად ეს ასე ვთქვათ პრევენცია ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა კიდევ მესამე ფაქტორი იმუნიტეტის არის ფიზიკური აქტივობა. ხო და გარემოსთან კონტაქტი და ურთიერთობა. ხო, ეს კიდევ მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ ფეხიციარული თუნდაც აი ბავშვებზე რაც ვთქვით, მინდორში ყოფნა, ტყეში წაყვანა, პარკში წაყვანა და ეს იყოს პატივისცემა, ბუნების და გარემოს შემეცნება და არა სადღაც ოთახებში და დარბაზებში წაყვანა. ხო, აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ ჩვენი კანით, ჩვენი იმუნიტეტის და ჩვენი ალერგიაც თუ მოვაწესრიგებთ ძილს, კვებას და ფიზიკურ აქტივობას, ვიქნებით მაქსიმალურად ხანგრძლივად ვიცხოვრებთ და ჯანმრთელები. ბატონო ბიძინა, სანამ დაგემშვიდობებით, ჩვენ აქ სტუმარს საჩუქრის garaში არ უშვებთ და ნატალია გეტყვით რა დევს არ ვიცი მე. დიდი მადლობა. ეს არის საცხი, დამატენიანებელი.
მამაკაცისთვის განკუთვნილი. მამაკაცისთვის განკუთვნილი, კი, მამაკაცისთვის განკუთვნილი, შეგიძლიათ მოკლედ დღეც და ღამეც. ეს არის კიდე თვალის ირგვლივ, რომ დიდხანს ესეთი ახალგაზრდა გვყავდე. დიდი მადლობა. მოკლედ დიდი მადლობა. მადლობა რომ გვიყურეთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ შემდეგ საინტერესო ეპიზოდებს.